მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს. დღევანდელ ვიდეოში, როგორც ხედავთ, ჩვენ შემოვაგორეთ სულ ახალი M5. ბოლო M5, რომელიც შემოგთავაზა BMW-მ და დღევანდელ ტესტ დრაივში უნდა გავიცნოთ ეს ავტომობილი. ის დინასტია, რასაც წარმოადგენს M5, იმის გაგრძელება არის ეს და ამითი ამაყობე. ნახავთ დღევანდელ ვიდეოში, მართლა საამაყო არის ეს M5 თუ არა, არის გამაგრძელებელი იმ M სერიების თუ ისე რა. რა თქმა უნდა, ზოგადი ინფორმაცია ყველას გექნებათ, იმიტომ რომ ვისაც BMW უყვარს და მით უმეტეს M-ები, ეს ავტომობილი რო გამოვიდა, ეხლა რაღაცებს თქვენს ნახავდით YouTube-ზე, თქვენს უყურებდით, რაღაც ინფორმაციას მიიღებდით, მაგრამ ჩვენი უხეში ტესტ დრაივი იმისთვის არის, რომ ჩვენ ამოხსნათ როგორი ავტომობილია ეს. მოკლედ, ჩვენ ჩამოვედით იმ ადგილას, სადაც გადავიღეთ XM-ი, ზუსტად იმ ადგილას მოვედით, მაგრამ ამინდი ვერ გამოვიცანით. აქ ცოტა თოლჭყაპია, გუნდა არ კეთდება, მაგრამ რას ვიზავთ? ჩვენ აქ ვიწყებთ ამ M5-ის გადაღებას. XM-ის ტესტ დრაივში ვთქვით ზუსტად ამ ადგილას, რომ ჩვენ ცენტრის ავტომობილს აღარ გადავიღებდით და ნუ რა თქმა უნდა არც ვიღებთ. ეს არ არის ცენტრის ავტომობილი. ეს ჯოქარმა მოგვაწოდა, უღრმესი მადლობა ჯოქარს ავტომობილების გაქირავებას, რომ ესეთი უმაგრესი M5 გადმოგწვა, რომ დღეს გადავიღოთ უხეში ტესტ დრაივი. საქართველოში ჩატარდა M-ების ტესტები, ეს დავარქმევდი, არ ვიცი რა ფესტივალი იყო თუ რა ღონისძიება იყო, მაგრამ მთელი საქართველო მოკლედ დაკატაობდა ამ M-ებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. რა თქმა უნდა ჩვენი განყოფილვართ, მაგრამ არა უშავს ყოველთვის ჩვენ ხელში ჩავარდება ხოლმე ის ავტომობილი, რომელიც ხალხს აინტერესებს და ჩვენ ყოველთვის გადავიღებთ ისეთ ტესტ დრაივს, როგორიც ხალხს აინტერესებს. სამართლიანი და რა თქმა უნდა უხეში. სიუხეში არის მთავარი ჩვენ ტესტ დრაივში. ეს სიუხეში ასოცირდება სამართალთან და ობიექტურობასთან. ხო და დღევანდელ ტესტ დრაივში ჩვენი სიუხეში გამოვავლინოთ და გავიგოთ თუ როგორი ავტომობილია ახალი M5. 2018 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვიყით ხოლმე ტესტ დრაივებს და ყველა მეხუთე, ანუ M5 ყავს გადაღებული. E34-ის გარდა, E34-ის ვიდეო თევზაზეს მიუძღვენით და უბრალოდ ძალიან ლამაზი E34 ყავდა მან მოყვანილი და გეცოდინებათ ეგ ვიდეო თითქმის ყველა მუყურეთ მაგ ვიდეოს. მაგრამ სხვა დანარჩენი M-ები, ნამდვილი M-ის ტესტ დრაივები ყველასი გადავიღეთ აბსოლუტურად. სანამ M-ი ჩაგვივარდებოდა ხელში, სანამ ჯოქარი გვათხოვდა ამ M-ს, ჩვენ ვეცადეთ რომ გადაგვეღო ახალი მეხუთე სერია, არა M-ი, იმიტომ რომ ახალი სერიები არის ზოგადად და სანამ M5 მეთქი გამოვა, ვიღაც გვათხოვებს იქამდე ახალი 500 შემოვაგდოთ მეთქი ჩვენ არხზე, მაგრამ აი რომ დავიწყეთ გადაღება აი შუა ტესტ დრაივში, მივხვდით რომ არ ღირდა მანქანის გადაღება და საერთოდ დადება და რავი პატრონისთვისაც უნდა გვეწყენინებინა და ხალხსაც უნდა ეთქვა რომ ეს რა არისო და ერთი სიტყვით ეკადრები კიდე შემონახული თუ გვაქვს ამოვანათებთ რის გადაღებას ვაპირებდით, მაგრამ დაურეკეთ პატრონს ის ავტომობილი დაუბრუნეთ უკან და უბრალოდ ეგ დღე დავივიწყეთ, ამოვიშალეთ ჩვენი გონები, ან იმდენად ცუდი ავტომობილი იყო. მოკლედ, M-ი ყველას გვახსოვს არის ბრუტალურობის პიკი, აი მეხუთე სერია ყოველთვის იყო, ანუ M-ი ყოველთვის იყო BMW-ში გამორჩეული ბოროტმოქმედი იყო, ანუ აი ყველა მანქანა კი სპორტული იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო ყველაზე დასტოინი და ბრუტალური, ანუ საოჯახო სედანი სპორტული, რომელიც ქალაქშიც იდეალურია, სახლშიც იდეალურია და ტრეგზეც ისე გასიამოვნებს, როგორც არც ერთი სხვა დანარჩენი ავტომობილი, სედანი. ეს უზარმაზარი ბეგემოტი თქვენს წინაშე ბრუტალურად გამოიყურება, მაგრამ რაღაცეები მაინც აკლია. ანუ ის ბრუტალურობა მაინც აკლია, რომელიც ქონდა ყველა M5-ს. ყველა M5 იყო ზვიგენი ქალაქში. ანუ ზვიგენი იყო ზღვაში.
ოკეანეში ზვიგენი რომ მოდის და ყველა რომ იფანტება აქეთ-იქით რომ მიდია შიშის ზარს და ზუსტად მაგასთან ასოცირდებოდა M5, ყველა M5. ეს ცოტა ვეშავს დაამსგავსოს. ყველაზე დიდია, კი, საშიშია, მაგრამ ისე ძალიანაც არ გეშინია. უბრალოდ აი შორიდან რომ ხედავ, ვეშაპი და ეს ვიგენს რომ დაინახავ, ეგრევე ყველა გარბის აი იმ ადგილს ყველა შორდება. ამიტომ რა ვიცი, ეგ ერთი მინუსი არის ჩემთვის. კი, ერთი საფეხურით რაღაცით გადააბიჯა სხვა წინა მოდელებს, მაგრამ არის თუ არა საკმარისი, მაგასაც დღეს გავიგებთ. ტრეკზეც წავიყვანთ, ქალაქშიც ვივლით, ქალაქგარეთაც ვივლით და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ავტომობილი გავტესოთ და გავიცნოთ. ცხვირში ყველაზე საინტერესო და ლამაზი ჩემი აზრით არის აი ეს ბამპერის, აი ეს ორი საჰაერო. ალბათ უფრო განსხვავებულია და უფრო სიახლე არის ჩემთვის. ანუ ეგ ადგილი მომეწონა. ფარებს რაც შეეხება, ფარები ყოველთვის BMW-ში სულში გიყურებდა ხოლმე. ამ შემთხვევაში დიდად სულში ვეღარ გიყურეს, მაგრამ ნორმალურია. მე ჩემი სუბიექტური რო ვიყო, მე მაგრად არ მომწონს ეს ფარები. აი ეს ფარები და ზოგადად BMW რაზეც გადავიდა, რომ ის Angel Eyes რაც იყო, აი ზოლები, რკალები რაც იყო აგრესიული, დაბღვერილი რო გიყურებდა, ის თითქოს გააუქმეს. მარტო M5-ზე კი არა, ახალ BMW-ებზე, თანამედროვე აი ბოლო BMW-ებზე რაღაცა თითქოს აი ფარებში მოიკოჭლეს. არ არის იმდენად აგრესიული და უფრო გველს დაემსგავს. აი გველის თვალებით უფრო იყურება ვიდრე წერვა თვალებით. მე ის წერვა თვალები და გაბოროტებული გნიდა სიფათი მერჩივნა ვიდრე აი გველია რომ შეხედავ ჩვეულებრივი გიურზა ახლა რა ვიცი. შეიძლება არც არის რავი, შეიძლება შხამიც არა აქვს. რავი, გავიგებთ მაგ ყველაფერს. ეს daylights ესენი ანათებს და всё, მორჩა, მეტი ფანტაზია რატომღაც აღარ ეყოთ გერმანელებს რომ უკეთესი და აგრესიული ყოფილიყო. ფორმაც რა ვერ გავგიჟდი ახლა ამის ფორმაზე, ვერანაირად ვერ გავგიჟდი აი ამ S60-ის ფარია. ხო, უნდათ რომ S60, კი, უნდათ რომ S60 ყოფილიყო, მაგრამ S60 წარბიც ჰქონდა, თვალიც ჰქონდა და რავი შეიძლება რავი სისხლიც წამოსვლოდა და რაღაცა გამწარებული გენახა, მაგრამ ამას არაფერი არ აქვს. აი უბრალოდ ეს ორი ზოლი კადრებში ბევრჯერ ნახავთ გონდა ვიდეოში, ანათებს და ნუსიო მაგით დამთავრდა ყველაფერი. მაგით შემოიფარგლება ამის ბრუტალურობა და ამის გამოხედვა. რაც შეეხება შუა ცხაურას, XM-ი ვახსენე დასაწყისში და ფაქტიურად ესეც XM-ია, უბრალოდ სედანად არის გამოგორებული. სედანად შეგვიფუთეს, ეს პატარა კამფეტი შოკოლადი, ვიტე რომ გახსნი XM-ის, მაგრამ ხდება სედანი M5. რა ვიცი, იმას წააგავს, განათებაც იგივე დაუტოვეს, აქაც ეს ცხაურა ანათებს. მაგ განათებაზე ხა XM-ზეც ბევრი ვიყადავთ, კი, რაღაცა ზედმეტად განათებულია, ამაზეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ, მაგრამ ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. ეგ განათება ცუდი არ არის, მაგრამ ჩინელებმა იმდენაირი განათებები და ისეთი დიზაინის ავტომობილები შემოგთავაზეს, რომ თითქოს გერმანელებისგან უფრო სხვა რაღაცეებს ითხოვ. არ ვიცი, გემოვნების ამბავია, ვისაც მოწონს, კი ბატონო, ვისაც არ მოწონს, ეგეც კი ბატონო, ჩვენ არ გვაწუხებს. სხვა რა გითხრათ, მთლიანობაში რომ შეხედავ, ცუდი დიზაინი არ აქვს, მაგრამ დამეთანხმებით იმაში, რომ თითქოს ზედმეტად თანამედროვე მოჩინურო ავტომობილს წააგავს. აი, თლად გერმანელიაო ვერ იტყოდი. ახლა BMW-ს ლოგო რო დაფარო, შეიძლება ვიღაცის რაღაც ჰიბრიდი გეგონ, ნაჯვარი გეგონოს რაღაც. აი, ორი ცხოველი რაღაც ნაჯვარი და გამოსული M5 გეგონოს. ასევე მინახავს ინტერნეტში თქვენს ნახავდით ალბათ რომ 1 ტონა კარბონს რომ მიაყრი ამ მანქანას, ამას კიდე დამძიმება არ ჭირდება, მაგრამ კარბონებში რო ამოაწო თავისი ტუჩით, კარნიზები და რაღაცეებით, ძალიან ლამაზი გამოდის. ზოგადად ტიუნინგს რო აკეთებ გემოვნებით, ნებისმიერ კარგ მანქანაზე ლამაზი გამოდის, დამატებით ტუჩს რო აყენებ, კარნის დისკებს რო წვლი, ავტომობილის პასატკას რო წევ ქვევით და რაც უფრო დაბლა არის, ბევრად აგრესიული და ლამაზი და ელეგანტური გამოდის. ამ შემთხვევაშიც ეს ავტომობილის იხდენს ეგეთ რაღაცეებს. აქ უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, ქარხნულად როგორ გამოიყურებ. ქარხნულად გამოიყურება ესე და ვაუ და რაღაცა გავგიჟდი და გადავირი ეგრე არ არის. იმიტომ რომ მე მახსოვს E39 რო გამოვიდა, მაშინ პატარა ვიყავი, ბავშვი ვიყავი, ეგ მანქანა რო დავინახე, აი გავგიჟდი, მაგრამ მაგასაც თავი დავანებოთ. გაიხსენეთ S60 რო გამოვიდა, რა რეაქცია გქონდა ყველას ავტომოყვარულებს. ეგ იყო სასწაული მანქანა ჩვენთვის, როდესაც გამოვიდა და ეს მანქანა რო გამოვიდა, ხალხმა იმენე შენი ჩამომთრევი და
ყველა კომენტარში წერდა, იმიტომ რომ იმდენად განსხვავებული ვერ არის, როგორც უნდა ყოფილიყო. M5-ისგან მეც ველოდებით ხოლმე ყოველთვის. ნუ დისკებიც ავისე, რა გითხრა, აი ამ დისკებზე რა შეიძლება რომ გითხრათ, აი ესეთი განსხვავებული ვერაფერი. ნუ ჩვეულებრივი რაღაც ქარხნული BMW-ს დისკებია. ასევე კრილოში იმის მაგერად რომ M-ის რაღაცა უზორები კონდეს, ჭრილი კონდეს, აქ უკვე პლაგინის დასატენია, შესაერთე დენს ქვიტა გვაქვს. აქედან ჰიბრიდია ეს მანქანა, ჯერ კიდევ ვინმე თუ არ იცის. როგორც XM-ი არის ჰიბრიდი, ესეც იგივენაირი სისტემით არის აღჭურვილი და ამასაც აქედან აქვს სატენი. ანუ ესეც ჰიბრიდი არის. კარები წინა უკანა კლიანად ეს სწორი, კრილო ეს მაინც გააკეთეს, რომ კრილო ოდნავ გამობერილია უკანა, ეგ მომწონს, იმიტომ რომ ეს ცხვირიდან რომ მოდის ეს ორივე კარი, ესე ბრტყელი კარი რომ მოდის, რაღაც ჭირდებოდა და კი ბატონო მივესალმები ეს კრილო რომ უკანა კრილოები დაკუნთული აქვს. ცოტა ნავარჯიშები არის უკანა მხარეს. M5-ის ლოგო აქვს ორივე მხარეს, ნუ დიდი სასწაული არაფერი, მაგრამ ნუ აქვს და განახებთ. ასევე აქაც. რავი, არაფერს მომცემ ინფორმაცია, მაგრამ ნუ რაღაცა ჩააქსოვეს. M-ის ლოგო აქვს. უკან ჩემი აზრით არ ვიცი. რაღაც სხვა ხდება. აი, ჩინელებს მაგიტო ვახსენებ ხოლმე სულ რა. ანუ იმდენად აბდაუბდა დიზაინს გვთავაზობენ ხოლმე ახალ მანქანებში, რომ გვიჭირს შეფასება, თვალი უნდა მიეჩვიოს. BMW-ზეც ვიზახ ხოლმე, ახალი BMW რო გამოწყოთ, თვალი უნდა მივაჩვიოთ, მე მოგვეწონება, მე კარბონს რომ მივაყენოთ, მოგვეწონება, მე იმას ვიზავთ, მე ამას, მოდი ქარხნულზე ვილაპარაკოთ. მარტო უკინდა რო უყურებ ნორმალურია, მარტო წინდა რო უყურებ ნორმალურია, მთლიანობაში შეხედავ ნორმალურია, მაგრამ მე ხვდები რომ ერთმანეთს ვერაფერთან ვერ აკავშირებ. აი ეს ტრაკი საერთოდ არ არის კავშირში ცხვირთან, ის ხვირი არ არის კავშირში ამ ტრაკთან, გვერდი ვისია, სახურავი სხვა არის, ერთი სიტყვით სხვა და სხვა დიზაინში არის ყველაფერი აწყობე. წინ საერთოდ სხვა არის, უკან საერთოდ სხვა არის. უკან ესეც სწორი ფარები აქვს, აი თითქოს კლასიკური, ელეგანტური ავტომობილია, უცებ ქვევით ჩამოიხედები, უზარმაზარი დიფუზორი აქვს, რომელიც მომწონს. აქაც იგივეს ვიზახი, უკანა და წინა ბამპერი ძალიან მომწონს, ანუ მართლა მომეწონა. M5-ის ლოგო გვაქვს, მეტი არაფერი, მინიმალისტურად არის თითქოს, მაგრამ რავი, მე ჩემი სუბიექტური აზრი არის, რომ ეს დიფუზორი, ეს ბამპერი მომწონს. რასაც ვერ ვიტყოდი უკანა, სტოპებს რასაც ვეძახით ფარებზე. ვერ დაუმუღამე ვერანაირად. აი, ესეთი მარტივი დიზაინი არ ვიცი. ის პერიოდი აღარ არის, რომ სიმარტივით და ვითომ ელეგანტურობით და მინიმალიზმით შემოიფარგლო. ეხლა უნდა მოინდომო, იმიტომ რომ კონკურენცია ისეთი, რომ დედაშვილს არ აიყვანს ხელში. ანუ მე არ მინდა თითიდან გამოწვეული მიზეზი იყოს. მე მინდა თქვენც აი დააპაუზეთ, თუ გინდათ ვიდეო და შეხედეთ. ანუ ცხვირი სხვაგან არის, ტრაკი სხვაგან არის. ანუ ერთმანეთს არის აცდენილი თავიდან ბოლომდე დიზაინი. მე ესე ვთვლი. თლიანობაში ნორმა არის, აი 10 ქულიდან შევაფასებდი ამის დიზაინს, მარტო იმიტომ რომ ახალია და ცოტა განსხვავებულია, ანუ ცოტა განსხვავებული როა შევაფასებდი, რავი, 7 დაუწერდი. 7 დაუწერდი, იმიტომ რომ მინუსი. ზედმეტად განსხვავებულია ეგეს მაგიტო. შეიძლება რამოდენიმე წელში, აი ცოტა ბევრი რო შეგხვდეს, მე შეიძლება საერთოდ არ დაგევასოს. ან პირიქით, უფრო მოგვეწონოს, მაგრამ მე ეს მანქანა მარტო მაშინ მომეწონება, როდესაც დისკები შეიცვლება და კარგი ტუჩი კარნიზები და ესაა კარბონში ამოწყობილი რო გახდება. ქარხნული, რავი, ნორმა რა. კაპოტზეც ახლა ბევრი განსხვავებული არაფერი არ აქვს, მაგრამ M სტილში აქვს თავის ცხაურებთან ამობერილი აქვს და ნუ რაღაც დიზაინი გაუკეთეს. ფერს რაც შეეხება, ნუ რავი, ფერი ჩემთვის იდეალური ფერია. მართლა, აი ასა, შავია, რუხისკენ, სატინი არის, მატია, ნუ ერთი სიტყვით, ფერი ძალიან მომეწონა და ამ მანქანას თვითონ ეს ფერი უხდება. თუმცა IA-3-ის ფერების მომეწონა, რამოდენიმე ვნახე ესეთი, მუქი IA-3-ის ფერი ვიდეოებში, უცხოურ ვიდეოებში და ის ფერიც უხდებოდა. მაგრამ მე ესეთი ფერისკენ უფრო ვარ, იმიტომ რომ ბევრად აგრესიული ხდება ეს ჩვენი ვეშაპი. ეხლა ჩავждეთ, დავქოქოთ, იმიტომ რომ მეტი გარინა რაზე უნდა ვილაპარაკო, არ ვიცი, განსხვავებული ესეთი არაფერი არ აქვს. რო ჩავაცივდე და თქვა რომ აი ეს არის რაც არის მეთქი ანუ ეს არის რაც არის აი რაც შემოგთავაზეს არის ეს მოდი ახლა ჩავждეთ გავიაროთ რომ არ გახდეს მოსაწყენი ჩვენი ტესტ დრაივი და მეც მაგრად მაინტერესებს როგორ დადის ეს ავტომობილი ინტერიერიც განვიხილოთ თლიანობაში ვნახოთ როგორია და რა თქმა უნდა ტრეკზე უნდა ცოტა ჩავაჭიროთ ცოტა ავჩქარდეს ცოტა მოვაცუროთ და გავიგებთ როგორი კონტროლირებადია ეს ავტომობილი ან რამდენად მოყვება მართვაში წავედით
დღეს იმაოს ჯერია, იმიტომ რომ მანქანაში სადაც ჯოს ვერ ამაგრებ, ნუ არ ვიცი რა უნდა თქვა, ეს ერთი დიდი მინუსი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ ჩვენ გამოსავალი ყოველთვის გვაქვს. იმაოს გავხსნი ახლა, ჩამოვკიდებ, კარგი სუმი დავატრიალოთ ჩვენ. უხეშ M5-ში. ცოტა ხნით აქ დავკიდოთ, იმიტომ რომ GoPro მეფარება და მინდა რომ კარგად გამოჩნდე ჩვენ უხეშ ტესტ-დრაივში. ერთი სიტყვით, ვინაიდან მთელი მუღამი M5-ის, ყველა M5-ის არის ის, რომ ეს არის საოჯახო სედანი, ასევე ამ საოჯახო სედანს აქვს იმის ტრაკი და შნო, რომ ტრეკზეც გასიამოვნოს. მთელი ჩანაფიქრი ყოველთვის M5-ის და უნიკალურობა M5-ის იყო ეგ, რომ იყოს უნივერსალური, ანუ ყველაფერში რო გამოგადგეს. გინდა ბავშვები წაიყვანოს სკოლაში ან ბაღში. კი ბატონო, კომფორტულად უნდა მიიყვანო. გინდა მეგობრებთან ერთად ვიკენდზე ჩააჭირო და ტრეკზე იგაზო. კი ბატონო, ამ მანქანამ უნდა შეძლოს ეგ ყველაფერი. ხო და ჩვენ ვართ ისეთ გზაზე, სადაც შეგვიძლია ამ ავტომობილის კომფორტი გავტესტოთ. კომფორტულია, რბილია, საჭე რა თქმა უნდა, ნუ ეხლა ახალი თანამედროვე BMW-ები და არა მარტო BMW-ები გადავიდნენ უკვე ელექტროსაჭეზე და ნუ აქაც ისია ყველაფერი გაკეთებული, კომფორტულად, რბილად ვატარო ეს ავტომობილი. ანუ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნილი არ არის, რაც ძალიან მომწონს, ანუ მაგალითად AMG-ს ახასიათებს ხოლმე ეგ, ხო, E-კლასი და C-კლასი რო ავიღოთ, მოდი 4-ყარიანი სედანები რო ავიღოთ. თუ 63 ყავს მოდელი, ნუ ქვასავითაა, შეშასანუ, რაც არ უნდა გააკომფორტო, რაც არ უნდა კომფორტ ვერსია აერჩიო მოუდებით, მაინც შეშასავით ხისტია და უხეში. აქ ჩვენთან არა, ნორმალში, ანუ ჩვეულებრივი ქალაქის მოუდით რო დავდივარ, ჩვეულებრივ არა M5-ს ვატარებ, რაც ძალიან კარგია და ერთი დიდი პლუსი უნდა დაუწერო მაგაში. თუ არ ვწდები XM-ზე რბილია, იმიტომ რომ ნუ აი ბევრად კომფორტულად დავდივარ ამ მანქანით, აი საერთოდ ვერ ხვდები, ეხა M5-ში ვარ თუ ჩვეულებრივ მეხუთე სერიაში. მაგაში დიდი პლუსი, მაგრამ ვის რა შეაინტერესებს ეგ კომფორტი, ყველას აინტერესებს როგორ დადის ეს მანქანა. ცოტა ხანი უნდა მოიცადოთ, იმიტომ რომ ეგ რო გავიგოთ, უნდა წავიდეთ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ანუ ტრეკი გჭირდება მაგისთვის. ეხლა გადავიდეთ ინტერიერის დიზაინზე და ვიზუალზე. აქ რაღაც ორად იყოფა ჩემი აზრებს. სულ ვიზახომ, რაღაც მანქანები არის ისეთი, რომელიც ყოველთვის ორად მიყავს ამ აზრებს და გეტყვით რატომ. ყველაფერზე მოქმედებს ფასი. ფასიდან გამომდინარე ხდება ყველაფრის შეფასება. ანუ აბსოლუტურად ყველაფრის. აქაც ტორპედო, მინდა რომ შეხედოთ ამ ტორპედოს, აი ტორპედოს ზედამხარეს, ამ ნახევარი ტორპედოს ზედამხარე, აი ეს საორჭოფო არის, ან მოგწონს ან არა. ქვედამხარეზე მე პირადად გეუბნებით რომ მომწონს. აი ეს კარბონის მთლიანი ზოლი მომწონს, ეს დიზაინი, ეხა იასამნის სფრად რო ანათებს, მომწონს. და დააჭირე ერთი. არა, ენა შუქებით გვაებენ ჩემი. ეს მართლა კარგია, ანუ მომწონს, მივესალმები, შიგნითაც დეტალები ნახე, როგორც ჩანს, საკაიფოდ, ლამაზად არის, ელეგანტურად. კი ბატონო, რატომაც არა, უფასებ მაგ ყველაფერს, მაგრამ აი ტორპედოს ზედამხარეზე ბოლომდე ვერ უფასებ, იმიტომ რომ აქ ხედავთ რომ უზორები, ნაკერები, ანუ ესეთი ნაკერები როგორც ხელის დასადებზე გვაქვს, ტორპედოზე აღარ გვაქვს, ამოიღეს, არ ვიცი რატო ამოიღეს, მაგრამ ნუ M5-ში აღარ გვხდება ეგ. მასალა არის ბოლომდე აი ხელით ხო იცი, აი ხელით რო შეეხები, რო ვერ ხვდები, დერმატინია, ტყავია, რაღაც სპეციალური მასალა გადაკრული თუ რა არის, ვერ ხვდები. მაგრამ გადაკრული არის. ხო, არა, ყველა ვარიანტში გადაკრული, იმიტომ კარებზეც იგივე მოდის, აქედაც ისენია, ძაფი ჩანს, სტროჩკებია, კი. ყველა სიტყვა სჭირდება დამტკიცება. ანუ აი რაღაც შემოკერილი არის. აშკარად რა. მაგრამ ესე რო უყურებ იმას გავს, ჩვეულებრივ პლასმასის ტორპედოს. პლასმას რა რეზინის? ხო, რეზინის. არა, რბილი არის, მაგრამ ვერ ამოხსენით ტყავია თუ არა, იმიტომ რომ ეს სხვა მასალა არის აშკარად. ტორპედოს სხვა მასალა, ანუ ზედამხარე სხვა არის, ქვევით, ნუ ეს ტყავია ხა, ამას უკვე ხვდებით ხელითაც. რა კაი მოსახვევი ხო არ ვცადოთ ერთი ამბავი. დავაი. ამორტყმა კარგი იყო, მაგრამ ჯობია ტრეკზე ამოვარტყათ, იმიტომ რაღაც უცნაურად იქცევა. უცნაურად იქცევა იმაში, რომ აი თითქოს ხიდი გამიხსნა, რაღაცა გააკეთა, ანუ რაღაცა ტრაკს უნდათ ათამაშებს, იმიტომ რომ თუ მოცურდა ბოლომდე სრიალით უნდა წავიდეს. კი წავიდა, მაგრამ ბოლოში რაღაცა ჩაახველა ცოტა და ეგ ჩახველება ესეთ ადგილებში ძალიან რთულია, იმიტომ რომ შეიძლება აი ამ ლოდებში აღმოჩნდეთ ჩვენი ნაქები M5-ით. მოგა დაუბრუნდეთ ისევ ინტერიერს. ერთადერთი რაც მინდა მე და რისი სულიც მექნებოდა არის რომ აი ამ მასალამ არ მაინტერესებს. დერმატინია, ტყავია, რეზინაა თუ გადამუშავებული ტრუსიკებისგან არის გაკეთებული, მინდა რომ დიდხანს გაძლოს.
მახსენდება E46-ის ტორპედოები, რომელიც, რავი, ესეთ ტყავში ესე შემოკერილი არ იყო, მაგრამ საკმაოდ დიდხანს ძლევდა ხოლმე და ეხაც E46-ის ტორპედოებს რო დახედავ, რავი, ერთადერთი ნათელი წერტილი ეგ არის, იმიტომ სხვადასხვა ღვებერ დაიშალა ტორპედო ისეთია. ვერძე დინამიკების ადგილი მომწონს Bowers and Wilkins-ის, აი იმენა შენძმობას ეს თუ არ ეწერა სხვანაირად არ შეიძლება. მართლა ლამაზია ხუმრობის გარეშე, ძალიან ლამაზ დიზაინი აქვს, მომეწონა ეგეც, აღვნიშნე. მონიტორზე, რა ვიცი, ამ მონიტორებზე უკვე ყველაფერი ნათქვამი მაქვს, უზარმაზარი ციფრული მონიტორი გვაქვს და ნუ კარგად გამოიყურება. თვითონ დიზაინი კარგად გამოიყურება, მაგრამ პირდაპირ მითხეპებულის ფანი არ ვარ. უფრო ლამაზადაც შეიძლება. თან მე სულ იმას ვიძახე, გავიგეთ რომ BMW-ს ესეთი მონიტორი უყენია ყველგან, მაგრამ მოდელები შეუძლიათ, აი სხვადასხვა მოდელში ცოტა სხვანაირად რო გააკეთონ, უფრო განსხვავებული იქნებოდა. აი თითქოს ნებისმიერ ახალ თანამედროვე BMW-ს ან რესტებში უკვე ესეთი M4-ში ხო, რესტებში ესეთები აყენია უკვე მონიტორები. აი ყველა სერია მიკრულია, გეგონება უკიდან ორმაგის სკოჩით არისო დამაგრებული. შეიძლება რომ ტორპედოს, აი რაღაც მონაკვეთში, ტორპედოს რაღაც კანტი ამოდიოდეს, რაღაც რომ ერთი და იგივე რო არ იყოს უბრალოდ, ანუ სხვაობა რო იყოს მოდელებს შორის. დანარჩენი ნუ იგივეა მონიტორი, ახლა აღარ დავიწყებ აქ თითაობას. ტორპედოში ესეთი პატარა რეზინის გორგოლაჭები და ბერკეტები არის, ეს არის დაბერვის მიმართულება, ანუ ამითი ვაძლევთ მიმართულებას თუ როგორ დაგვიბეროს და საით დაგვიბეროს. ზევით, ქვევით, მარცხნივ, მარჯვნივ, ანუ ფეშს რო ჩავრთავთ, რო გავთბეთ კარგად, მაგით შეგვიძლია ვაკონტროლოთ. აქეთ არის ერთი, აქ ორია და იქით ხარეს კიდე ერთია მგზავრის ხარეს. საჭეს რაც შეეხება, ნორმალურად გამოიყურება ამ საჭესს, ესეც საჭესს უკვე ერთხელ ვილაპარაკე, აქ ჭრილები გვაქვს. ნორმალურია, მისაღებია, ეს M1, M2, საშინელი შიფტერები, რომელიც გონია რომ ანუ არ ეყენა და მე ჩინურებია გამოწერილი და დაყენებული, არ ვიცი რატომ მოწონთ და რატო აყენია ეს აი ამ საჭესზე, საერთოდ რაში წერია, მე ვერ ამოხსენე, ჯერ ხომ მოძრაობს და მე ძალიან უხარისხო პლასმასის შეგრძნება სტოებს, ანუ არ მომწონს და პატარებია. ჩემთვის ცოტა პატარა არის ახლა. კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ აი ამ საჭესთვის, ამ მანქანისთვის რაღაც შეუფერებელია. თვითონ ტყავის საჭეზე დიდად აქტუალებული, არც მაგით არ დავრჩი, აქ ამოწეულია, აქ ანუ ასიმეტრიული არის, ანუ აი სული არ არის ჩაქსოვილი ამ მანქანაში. გეგონება ვიღაცამ უხარისხოდ გადააკრავო, გაწვდაო და ვიღაცასთან როცა აი, ოღონ უხარისხოდ რო გადაგიკრავენ. კარგად კი უხარისხოდ, ზუსტად ეგეთი შეგრძნება დამიტოვა ამ საჭემ. დანარჩენი ნორმალურია ხა ეს გილაკები, გასაგებია კი ბატონო. ეს M1, M2 ეგეც ვიცი, ეს კონფიგურაციები არის, შენ თავზე მორგებული, M1-ზე დააყენე სიტყვაზე ტრეკის ვერსიას, რომ პირდაპირ ტრეკზე შევარდე, კაი დრო ატარო და კაი შედეგი დადო და მეორეზე შეგიძლია დააგან ზოგადად ეგრეა ხომ რომ აი ყველაფერი გათიშული რაღაცა უკანა წამყვანად გადაკეთებული და დრიფტში რო გაწყვიტო ეს მანქანა მაგისტრის არის. ყველა მომენტს ელოდებოდით, როდის ჩამოვიდოდით ტრეკზე. ყველა კი არ მეც ამას ველოდებოდი. ამის ქალაქში კომფორტულად სიარული საერთოდ არ მაინტერესებს. მთელი აჟიოტაჟი იმან გამოიწვია, რომ ეს ავტომობილი არის 2 ტონაზე მეტი. პირდაპირ რო გითხრათ 2 ტონა ნახევარი, ანუ Challenger-საც გადაუჯოქრეს. მთელი 300 კილოთი. ნუ არ ვიცი, ძალიან მძიმე მანქანა გამოვიდათ, ვეშაპია თუ ძროხა უკვე აღარ ვიცით. მაგრამ არ ითხოვს მაგას, საკმაოდ კარგად მიდის და ჩქარამედის. როგორც იქნა ხმა მოვაღებინეთ, ცოტა ხმა გვაქვს სპორტულ რეჟიმში, როდესაც მართავ ამ მანქანას, ხვდები რომ ძრავიც აქვს, შიდაწვის ძრავიც აქვს. 8 ცილინდრის გუგუნი არ მოდის, მაგრამ რაღაც რომ მუშაობს, რაღაც ბენზინს რო წვავს, რაღაცა მაგას ხვდებით რომ არის ამ მანქანაში. მოდი გადავიდეთ მონაცემებზე. ეს მანქანა გამოიმუშავებს 727 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონ-მეტრს. ეს არის საკმაოდ კარგი ციფრები. მუხრუჭებს რაც შეეხება, არსებობს ჩვეულებრივი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი უზომო დიდია და ამ მანქანას ყოფნის,
მაგრამ თუ გინდა რომ ტრეკ დეიზე იარო, ტრეკზე იარო და ჩქარა აგაზავ ეს მანქანა იდეაში რისთვისაც არის გამოშვებული, შეგიძლია კარბონ კერამიკული სამუხრუჭე სისტემით შეიძინო. 800 ჩქარიანი გადაცემათა კოლოფი და რა თქმა უნდა MX drive-ია, ანუ 4-ვე წამყვანი. თუმცა სისტემა გვაწევს იმის საშუალებას, რომ უკანა წამყვანად გავხადოთ. ეს ავტომობილი არის plug-in ჰიბრიდი, ანუ შეგვიძლია დავტენოთ, შეგვიძლია არ დავტენოთ, მაგრამ ესეთი თანამედროვე სისტემა შემოაგდეს, ზოგადად გვაჩვევენ, რომ ელექტროავტომობილისგან მაინც მივყავართ. აი, რატო შეგვცეს, არ ვიცი. აი, ამ ევროპამ, ამ ეკოლოგიით რატო შეგვცა, არ ვიცი. რაღაც დატოვე წმინდა უამრავი მოდელია, რომელშიც შეგიძლია ეს ელემენტები ჩათხარო წიხლეთ. რატო მაინც და მაინც M5-ში და M4-ში და M3-ში რატო შეგვეცით? ანუ დატოვე რა, აი დატოვე. რანაირად უნდა მოახერხო, რომ ხმას საერთოდ არ იგებდეს მანქანა. 8 ცილინდრიანი 4 და 4 twin turbo ძრავი გვიდევს აქ, რომელიც თავის ელექტრომოტორთან ერთად გამოიმუშავებს 727 ცხენის ძალას და ნუ აი ხმაზე უფრო ცოტა ხმა მომივიდეს. ეგ გავიარეთ. მოკლედ ცხენის ძალა საკმარისია, მაგას დრაგზეც გავტესტავთ, ავჩქარდებით და აპლიკაცია დრაგსაც გავააქტივებ, რომ ვნახოთ რა დროში ჩქარდება, მაგრამ მოდი გავიხსენოთ M-ები რითი არის განსხვავებული და გამორჩეული სხვა ავტომობილებისგან. იმითიო შენ შეგიძლია ამ მანქანებით ისრიალო, მოაცრო და სიამონება მიიღო. გავტესტოთ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ. ნამეტანი კარგად გამოვიდა, მაგრამ რეალურად გეტყვით, რომ საშინელება, აი ყველაზე ცუდი ემია დრიფტში, რაც გადამიღია და რაც მიტარები და აგიხსნით რატომ. კი, მოცურება ითიშება, აი აქ ღილაკი არის მოცურების და აქედან არჩევ, მე რომელი გინდა რომ აირჩიო. ნუ პირველი არის MDM-ი როა წერიეკ, ნახევრად მოცურებული ვარ ტრეკზე, მაგით გაზავებს ხოლმე უმეტესობა და ნუ რა, მეს მაგით დავგაზავებ ხოლმე, როცა ჩქარამი და ტრეკზე ვიარო და მე არის DSC off, ანუ ბოლომდე რო თიშავს მოცურებას. ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერმა არ უნდა დაგაბრკოლოს და შენ და ძრავი ხარ დარჩენილი და ნუ საჭე უნდა ატრიალო. აქ არ შვება, ანუ რაღაც სასწაულს შვება. ოდნავ მაინც გაზიდან ფეხი თუ აიღე, აი ოდნავ მაინც ეგრევე გეგონება ხიდი იხსნებაო, გასწორებს, ქვავდება, შეშდება და შეიძლება კედელზე ისე შემოგახეთქოს, როგორც დაგიბარები. ანუ ვერც მიხვდები, ვერ მიხვდები ისე დაგამტროს ეს მანქანა. საშინელება. ანუ იმას გულისხმობ, რომ ძალიან დიდ ფართო ადგილას, გაშლილ ადგილას თუ ჩამხვა, აი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე თუ ჩამხვა და შეხვალ მოედანზე, პადდოკზე და გინდა რომ ადონატო, მოგცემს მაგის საშუალებას. ცუდად, მაგრამ მაინც კვამს გააშვებინებ, Instagram-ისთვის stories გადაიღებ ან reels, დაადებ რაღაც დედა რუსულ სიმღერას და შეგიძლია იმარიაჟო და რა ვიცი, გადააზიარო, სადაც მოგინდება. მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი M5 და თითქმის ყველა M5 გადავიღეთ. შეგიძლია როგორც ჩუსტი აი ესე მოიქნიო მოსახვევში და იცი რომ ბოლოში დაიჭერ და ისევ გააგრძელებ სიარულს იმ ჩუსტით. ამ მანქანაში ეგეთი რაღაცეები არ ხდება. რაც შეეხება ამ გემის მანევრს. ნუ ეხლა მაგაში ალბათ არც გაგიკვირდებათ რო თქვა რომ მძიმეა მეთქი, იმიტომ ისედაც ვიცით რომ ძალიან მძიმეა. მოდი სწორად შევაფასოთ ეს ავტომობილი. თუ თქვენ პონჩი გინდათ რომ ჩამოხვიდეთ იკაიფოთ, ცოტა სნოსით იაროთ მოსახვევებში, იდეალურად ასრულებს მაგ ყველაფერს. შეგაშინეს, ნამდვილად შეგაშინეს, იმიტომ რომ აი ჩქარა თუ დადიხარ, გზას იმდენად ვეღარ გრძნობ. ზუსტად ეგ გაშინეს, რომ შეიძლება სადღაც კეთილები. წონას ვერაფერს ვერ უშვები. სპორტული მანქანა თუ გინდა, რა თქმა უნდა, ჩატე უნდა იყოს. აქ კიდე თავისი ტექნოლოგიებით რო შევქცეს, აი ახლა რო უხვევ სად მიდის მანქანა ვეღარ ხვდები. შენ პონჩი იკაიფებ, მაგაში ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ ეს სიმძლავრე, რომელიც ამ მანქანას აქვს, საკმარისია იმისთვის, რომ შენი ჭია გაახარო, მეგობრები გაახარო, ცოტა ჩქარა იარო და დაიცალო, ადრენალინი ჩამოცალო რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ან ნებისმიერ ტრეკზე, სადაც მოხვდებით. მაგრამ ეგ საკმარისია M5-ისთვის? მე მგონი M5-ისთვის საკმარისი არ არის. ეს მანქანა ვერასდროს ვერ გახდება E39M-ი, ჩემი უსაყვარლესი კუზაო მეხუთე სერიებში, ანუ M-ებში და ვერასდროს ვერ გახდება S60. S60, რომელიც ჩქარიც არის, ხმაც აქვს
და რა თქმა უნდა, დრიფტით ერთ-ერთი გამორჩეულია მთელი მაგ მანქანის მუღამი ის იყო, რომ გაბოროტებული მანქანა, სადაც ამუარტყავდი, ანუ სადაც ჩაარტყავდი გაზის პედალს, იქ მიდიოდა ისეთი დრიფტით, რომ საერთოდ დრიფტი რო არ გწოდნო და მაგ მანქანით მაინც მოხიბლავდი ყველას და ყველაფერს გაანადგურებდი თუ მოინდომდი. ამ მანქანაში მაქსიმუმ შენი თავი გაანადგურო. მეც ვერაფერს ვერ იზავ. ეხლა ერთი რაღაც დაგვჭა გასატესტი. ტრეკზე დიდი ვერაფერი, შემკონჩი თუ იკაიფებ. დრიფტში საშინელო დრიფტი საერთოდ სიდან ამოვაგდე. რა დაგვჭა დრაგ რეისინგი. ეხლა დავარტყათ ერთი წრე, მივიდეთ სტარტის ხაზთან და პატარა გადაობა დრაგ რეისინგი მოვაწყოთ. ვინაიდან საქართველოში ფაქტიურად ვეღარ იპოვი F90, ანუ წინა კუზაო M5 ვეღარ იპოვი სტოკს. გადავწყვიტეთ რომ ვეძებდით და ვერ ვიპოვეთ. გადავწყვიტეთ რომ უბრალოდ ჩვენ კამერა კარს, ანუ ჩვენ ტესლას დავუყენოთ, რომელიც არის long range. უბრალოდ გადაობისთვის, მაგრამ მთელი ამოცანა იმაში იქნება, რომ ჩვენ დრაგის აპლიკაციას გავააქტიუროთ და ვნახავთ 0-დან 100-მდე როგორ ჩქარდება და რა თქმა უნდა 402 მეტრს როგორ დაძლევს ეს ავტომობილი. სტარტის ხაზთან ვართ უკვე, აი როგორ მომენათა, ძალიან დიდი ხანი ახლა ვიდეოსაც რო გადახედოთ, მე მგონი აქ არ გვიდრაგავია და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც მაკლდა და ეხა გამახსენდა, რომ დრაგაობა გვაკლდა თურმე. რა თქმა უნდა, ჩვენ კამერა კარს უნდა დაუდგეთ და იმედია არ შემარწყვენს ეხლა ეს გერმანელი სტუმარი. სტუმარი იმიტომ რომ დღეს გავეცნობით და მე რო ჩავბრალდებით აღარ იქნება თუ უკვე შინაური გახდება. მაგრამ იმედი მაქვს რომ ტესლასთან არ შემარწყვენს. ბოლო M5. ეხლა მოვამზადებ მანქანას იმისთვის რომ კარგად დავლანჩოთ, რომ ლანჩ კონტროლი გავააქტიუროთ და სპორტული რეჟიმებიც უნდა ავირჩიოთ მაგისთვის. ძალიან მარტივია ყველაფერი უკვე წინასწარ დავაყენე, MR-ს დავაჭერ და იქნება უკვე იმ რეჟიმში, ანუ ყველაფერი გასპორტულებული იქნება, სეტაპებიდან არჩეული მაქვს რომ დაილანჩოს და 402 მეტრზე თავისი მაქსიმალური ძალა გამოიყენოს. ოპა, შევხვდით ისევ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დრაგ სტრიპზე. მოკლედ, სასაცილოა ეხა ამ ტოსტერით რო უდგებით M5-ს, მაგრამ გაგვახსენდა რომ წინა ტესლა ჩვენ ყავდა P100D პერფორმანსი იყო 2018 წლიანი, იმითი დაუდექით XM-ს და მოკლედ საკმაოდ მაგრად გავასწარეთ. ეს არ არის პერფორმანსი, მაგრამ ეს არის 2023-იანი long range. ანუ არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ, ანუ long range ახალ თაობაში, ანუ ეს არის ბოლო თაობა, ცოტა უფრო სწრაფია ვიდრე წინა თაობები რა. ამიტომ დაახლოებით ერთი და იგივე ძალა აქვს ამ long range და წინა თაობის პერფორმანსს. ეს არ არის Play-D, ანუ ამაზე მძლავრი ვერსიაც არსებობს, ეს არის აი ქალაქის მანქანა, რომლითაც გადაადგილდები ყოველდღიურად. აპლიკაცია გააქტიურებულია, ყველაფერი ჩართულია, ლანჩისთვისაც მზად ვარ და შეგვიძლია ვიგაზაოთ ტესლას, ჩვენ კამერა კარს. წონას რაც შეეხება, ეგეც სასაცილო არის, რომ ახალი M5 უკვე Model X-ის წონაა და Model X-ი თავის დროზე რომ გამოვიდა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მანქანა იყო, 2 ტონა ნახევარზე ოდნავ მეტია ესეც. დიდ იმედებს ახლა არ ვამყარებ, იმიტომ რომ მაინც M5-ია და წესი უნდა გაასწროს, თან პლუს კიდევ, ანუ ყველაზე მძლავრი რეჟიმი რაც ამ მანქანას აქვს, იმის ჩართვა რომ მოვითხოვე, აი აგერ დამიწერა რომ 23 წუთი უნდაო, ანუ ელემენტი უნდა გაცხელდეს, გახურდეს რომ თავისი მაქსიმალური ძალა გამოიმუშაოს და პლუს კიდე დატენილიც ბოლომდე არ არის 80%-ია, მაგრამ ეს მაინც რახან ღადაობა დრაგი არის, მაგ რაღაცა იმებს არ ჩაუღრმავდეთ, ასე ვთქვათ და დავიკიდოთ. ოპა! არ ველოდებოდი, არ მოგატყუა. სააღო, მაგრამ იმის ზათან. მე თორმუზების კარგი გვაქვს. ავამოხრუჭოთ, კარბონ კერამიკა არ გვიყენია, მაგრამ საკმარისი ზომის აყენია თვალისა. კი, არა, გაჩერდა. არ შემეშინდა, მაგრამ რო ვიცი რომ 2 ტონა ნახევარია მანქანა, ცოტა მომიჭირა. აუ სარკეში, რავი, ძალიან გავასწარი და აუშვა თუ რა ქნავს, მე მგონი 23 წუთი უნდა დაელოდოს. არა, ლანჩი არ ჩაირთო. სავარაუდოდ ის drag strip mode-ი მჩვენა. გაათბე, იმიტომ რომ, კარგად წავიდა და ერთი წამი. ხო, ნახედოთ. ესე იგი 100 200 6 9 4 0 200 10 82
და 11.39 ჩვენი 402 მეტრი. სავარაუდოდ აი ეს drag strip mode-ი უნდა გავააქტიუროთ, იმიტომ რომ სხვანაირად იმ შედეგს ვერ ვდებ, რა შედეგის დადებაც გვინდა. მოკლედ აი ესე ვზივართ და ჭორაობთ მანქანაში. სანამ ეს დ***ი ჩაირთვება. drag strip mode-ის ჩართვამდე არჩენილია 8 წუთი. տեսლია, გაზაობა რო გინდა და ბრატ, 1.5 საათი დამაცადე რა. ხონო ერთი თემაა კიდე რომ თავს ვიმართლებ, იმითი რომ ანუ ძალიან ცივარ 8 გრადუსი არის და მაგიტო შეიძლება უფრო დიდხანს უნდება ამ ელემენტების მომზადებას, მაგრამ ნუ რა ვიცი, საფხულში არ გამოგვიცდია. აჰა. Peak performance ready. დამიწერა, всё დაგენძრა. 1 2 3. Sequestro! ძალიან მაგარი შეგრძნებით მივდივარ, აი ძალიან მაგარი შეგრძნებით მივდივარ, ანუ ეს აჩქარება სულ იგრძნობა, ამიტომ ძიმე მანქანა რო ჩქარდება, აი ეს რაღაც წნევა, გაწვება და გაწვება. სულ ტოსტერა მაინც ნორმალურად წავიდა. აი, მაყურებელი რო გავართოთ, პროსტა ერთი გაგორებულზეც დავაჭიროთ რა თორე. თუ გაგვართოთ? ჰა? ამ სამტონიან მანქანაზე იმედი აი მუხუჭები ვარ. ჰა. ჩემი როლი ამოიწურა, როგორც დრაგსტერასი. წავედი მე გავაგრძელეთ ვიდეო. როგორი იყო გამის კადრები, როგორ მოგეწონათ ვიზუალურად ეს მანქანა, მე კი ვატარე და ვიცი როგორი არის, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს კომენტარებში, მოგწონთ თუ არა. ერთი სიტყვით შეიძლება იმდენად ბრუტალური არა, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, თან მით უმეტეს მე რო უყვები ამას, რომ ხმარ აქვს, ისეთი რომ რაღაც დაანგრიოს, აზანზაროს მიწა, რაღაც ქვა გახეთქოს და მეხის გავარდნის ხმა არ აქვს, მაგრამ მაინც მთლიანობაში მე მგონი ეფექტური არის. თან ეს ფერი, ესეთი ახალი დიზაინი, ესეთი უცნაური დიზაინით რომ დადიხარ ამ 1000 ნიუტონიანი მონსტრით, მე მგონი მაინც თავისას ცოტათი შვება, რაღაცას აღვივებს. ტრადიციულად მოდი უკანა სივრცე ვნახოთ, საბარგულის ვნახოთ. რასაც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე და შევაფასოთ ეგეც. მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდია, საბარგული მაინც ნორმალურად გამოიყურება. ეს გვერდები ცოტა ამოწეული აქვს, სივრცე დაკარგულია, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან პატარაც არ არის. მეფესავით ვერ ზიხარ, მაგრამ პრინციპით შეგიძლია იჯდე რა, ცოტა ისე რა, ცოტა თავი უნდა შეიწოხო. აქ შესარჭობი გვაქვს რაღაც გაჯეტი შეგიძლია დაამაგრო, სამაგრია გაჯეტის M-ის ლოგო გვაქვს, იმენა M შკიბიდი აქაც არის, რა თქმა უნდა, აქ რო ვიღაცა წაეთათუნ, აქ ტვინირო ავიღა ჩემ მეგობარს აქედან და გაყოლთითი და აი თუ უნდა შესცე აქედან. ეს მომეწონა ძალიან ლამაზად არის ეს დინამიკების ხუფი, საკაიფოთ არის, თან იმენა დინამიკიანათებ შიგნიდან. აქაც შეგვიძლია ბოთლი ჩავდოთ რაღაც ათავსოები ხელის მოსაკიდებელი. ანუ ეს განათებები ასწავლეს, ბერკეტის კარგად გამოიყურება, ეს ფარდა უცვლელი, აი იმენა. ეს იმენა ფარდა არის, ანუ ეს არ არის რაღაც ეს იმენა შენი ხელით უნდა გაჭიმო და გარეცხო, ეგ გაჭიმო, დატოვო იქ რაღაცა გასწორდება თავისი ყველაფერი ვიცი.
ჰელის ორი ჩასადები ბანალური, არაფერი მეტი სათავსო აქ არა აქვს, ელემენტარულიც კი, უბრალოდ აი ეს ბანალური ორი ჩასადებია, ჩვენ რა თქმა უნდა ჰელი გვიდეს ხოლმე. პორტები, რაღა Type-C, აქ მონიტორი აქვს, რა თქმა სავარძლების გათბობა, აქ დაბერვა, ასე შემდეგ. ნორმალურად, სივრცე ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ძალიან ცოტაც არ არის. აი ისია რა, საშუალოდ ახლა მანქანა უფრო დიდი და მძიმე ჩანს, ვიდრე აი აქ უკან სივრცე არის. ეგ შემიძლია ვთქვა, ასევე ჭერი XM-ში იყო იდეალური ჭერი, თავისი დიზაინით, ყველაფრით, ბარემ აქაც გაეკეთებინათ, თუ პანორამა არ გიყენია, ყოფილიყო ეგ მეტ ვეღარ დაამძიმებდა, ანუ მეტით ეს მანქანა აღარ დამძიმდება. ამიტომ ის ჭერი აქაც ძალიან ლამაზი იქნებოდა, იმიტომ რომ მანქანა იაფი არ ღირს და ამ ჭერს იმსახურებს. აი რატო არა ვიზე ნაკლები ვართ M5-ით რო დავდივართ და არა XM-ით. ამიტომ ეგ უნდა ყოფილიყო აქაც. სხვა უკან საინტერესო მეტი არაფერი ისეთი. ასევე ეს წონის გამო ეს edition-ი არის თან კარბონი, მაგრამ ეს წონაზე არ ვიცი ეს ვაფშე რაში წერია, პრისოსკები არ აქვს. დარწმუნებული მაგის გამო არ აქვს. აი რატო შეიძლება პრისოსკა მოხსნა ყველა BMW-ს აქ. ანუ მიაჯახუნო რა, კაი мама папа წყლაშან. კარბონის სარკეებზე აქ 360 არ გვაქვს, წინა ხედვის კამერას არ გვაქვს, მხოლოდ უკუსლის კამერა გვაქვს და რა თქმა უნდა პარკინგები. პარკინგი არაფერი. ხო, ანუ პარკინგით ეხა ცოტა ისეთი პუნქტი, ამაზე დიდი მანქანა, ამაზე კიდევ ტურს დააყენებ, ამ პარკინგით ბორდილთან ან რამესთან დაბრკოლებასთან ახლოს დაყენება, იქნება ხოლმე ცოტა ტვინის თქმა დაბალთან რა, იმიტომ რომ შენ არ გინდა წაუფხი კინო. ამიტომ წინა კამერა არის კარგი იმისთვის, რომ დაბალ მანქანებს, ეს არ არის დაბალ, მაგრამ ხა ამას ვინც იყიდის, ყველა დააგდებს, რაღაცას მოუფიქრებს. დაბალ მანქანებს და ცოტა aftermarket ტუჩიანი მანქანას წინა კამერა, ანუ კაია, გეხმარება რა, რო არ გააფუჭო შენი კარბონის ტუჩი მინიმუმ. თავარზე გადავიდეთ, თავარზე, ანუ იმსახურებს M5-ობას ეს გაგრძელებას იმ M5-ის სერიების თუ არ იმსახურებს. მე პირადად, აი ჩემი სუბიექტური აზრია, რომ იმსახურებს. მანქანა მომეწონა, მართლა მომეწონა და იმასაც ვიტყოდი, რომ F90-ს მე პირადად მირჩევნია. აქ ერთი ის არის, რომ F90 რომ გამოვიდა იმ პერიოდისთვის თითქოს ის უფრო საინტერესო ავტომობილი იყო, ვიდრე ეხლა ამ ვიდეოს ვინც უკვე სულ ახლა ბოლო არ, ეხლა გამოვიდა ეს მანქანა, ვიდრე ეს რო გამოვიდა. ანუ იმან უფრო თითქოს მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია, ფურორი და რაღაც სიახლე შემოიტანა, ვიდრე ამან, მაგრამ მე ვთვლი რომ საწუწუნო მაინც არაფერი არა მთლიანობაში რო შევაფასოთ ანუ უფრო მძლავრია ვიდრე წინა მოდელი კი ბატონო არის ტექნოლოგიებით ეს უფრო გაძეძგილია ერთი ყველაზე დიდი მინუსი ამ მანქანას რაც აქვს ეს არის წონა ანუ წონა არის ამ მანქანას რავი მტერი პრობლემა ანუ ჭარბწონიანი მანქანა გამოვიდა სხვა დანარჩენში ვთვლი რომ მაინც წინა მოდელს ჯობია. ამას არ გამოიყურება სულაც ახლა რეალურად რო დადიხარ მაინც ეფექტია. კი ეხა ზედ არ გვასყდებოდა ხალხი ახლა მარტო ტიპები ვინც ხდებოდნენ რომ ახალი M5 იყო ისინი ყურადღებას გვაქცევდნენ, მაგრამ აი ეს წყვეტა არ ყოფილა ხალხისგან რომ აი რაღაცა ეს გლადებს რო ისვრიან და რაღაცა ეს ციომნათ რომ შუქნიშანზე რომ გათვალიერებენ, თათ ეგეთი რაღაცებს ვერ გამოიწვია. ეს განათებას, ვისაც არ მოგწონთ შეგიძლიათ გათიშოთ, ვისაც მოგწონთ ეს გამოიყურება. ფარების ანუ საბოლოო ჯამში უფრო გველს გავს თუ უფრო გაბოროტებულ სტეროიდზე შეგდებულ ვირთხას ვერ გავიგენ, მაგრამ რაღაცა უნდა რა, აი რაღაცა თითქოს ეს კბილები ჩამოშვერილი აქვს, ეს თვალების რაღაცა ბოროტი დიდი მსუქანი ვირთხასავით იყურება რა, აი რუხი თან ფერის ნახე რომ იმენა ვირთხა კრისა არის იმენე. თან არჩევანზეც რო წავიდეს ხა ლაპარაკი რეალურად რა გაქვს არჩევანში, ანუ Mercedes ახალი ისეთი საინტერესო არაფერი არ გამოუშვია, რომ ამის პირდაპირ კონკურენტი იყოს ისევ, თუ ავიღებთ GT-ს 4-კარიან GT-ს თუ ავიღებთ, მაგრამ ნუ აი გავიგეთ, დავგეჭეთ, გადავგეჭეთ ეგ დიზაინი, ნახეთ ყველაფერი ვქენით, გადავიღეთ, ანუ ხალხი მიეჩვია მაგ მანქანას, სიახლეა საჭირო. RS6, ნუ RS6-ის ხო ეს უფრო მერე გამოვიდა და უფრო განსხვავებული დიზაინი აქვს, ანუ მე იმას არ ვიზახი რომ ეს ჯობია, მე ვიზახი რომ უბრალოდ სხვანაირი დიზაინი აქვს და ნუ სხვა მანქანა შემოგთავაზეს, ანუ ერთი საფეხურით წინ არიან ესენი. ნუ დაველოდოთ ახლა შეიძლება ისეთი კვლელი მანქანები შემოგთავაზონ, რომ ეს საერთოდ არაფერში აღარ ეწევს, მაგრამ ჯერჯერობით მე ვთვლი რომ რა ჰეითით წამოვიდა ამ მანქანის მიმართ ანუ ნებისმიერი აი YouTube-ზე შედით, ჩაწერეთ უცხოელის და ანუ ყველა რაღაცნაირად აჯობს ამ მანქანას. მე კმაყოფილი ვარ და მომეწონა. თან იმას თუ ავიღებთ რომ ყველა ვისაც ესეთი ავტომობილები უყვარს, ყველა ვარიანტში ხელებს უფათურებენ, გინ ძრავში, ანუ პერფორმანს გულისხმობ, გინდას ვიზუალურად რაღაცებს ცვლიან, ხო, ყველა ზოგს პასად კარგ დაგდებულ, ზოგს დისკები აქვს შეცვლილი, ზოგს ტუჩი-მუჩი უყენია. კარგი, აი სტანდარტულად რასაც თვლი ხოლმე რა, ელემენტა პირველი რაც უნდა გაი, თუდულიში რომ უნდა ქონდეს, მანქანას როგორ ეს უნდა გააკეთო, მაგას ყველა გაუკეთებს ამასაც. როგორც F90-ებს უფრო ლამაზებს და ბრუტალურებს ხდიან,
ნუ ამ მანქანის გაკეთება შეიძლება ეგრე უფრო ლამაზი და უფრო ბრუტალური იყოს. ამიტომ თლიანობაში ეხა ღამე რო უყურებ ამ მანქანას მე კმაყოფილი ვარ პირადად. პლუს ახლა ბევრი ვარიანტი არ გვაქვს CS-ი, ანუ CS-ი, რო ვეძახით ხოლმე, REST-ი და ასე შემდეგ რაღაც ვერსიები ჯერ გამოსული არ არის, კი იდება რაღაც კამუფლაჟი და შეფუთული, შეიძლება ის ბევრად ლამაზი იყოს, მაგრამ ჯერ არ არის ეს გამოსული. ერთი ვარიანტი გვაქვს ეს M5-დან, ნუ ამით შეგიძლია იბოდია. ასევე უნივერსალი ფურგონს, რასაც ვეძახით ხოლმე, კატაფალკა შემოგდებული. სხვათა შორის მომეწონა ეგ კატაფალკაც უარ დაგიმალო, იმიტომ რომ მანქანა რო დიდია და ისედაც ქვეცნობიერში რო იცი რომ მძიმე არის, ანუ ის რო ადევს, თითქოს ის იმისთვის მისაღებია რომ მძიმე იყოს. ეხლა ამ ხელა კატაფალკა რაღაცა და მისაღებია. ჩვენ სედანს რო უყურებ, გინდა რომ არ იყოს ეგეთი მძიმე, ანუ ეგეთი მძიმე არ უნდა იყოს. ეხლა ელემენტარული ის თუ თქვენ ისეთი ეფექტი გინდოდათ როგორც S60 ქონდა რომ მოდიოდა ღამე და გეგონება ატომური ბომბი უნდა დაგეს სირენების ხმა რო ირთვებოდა და გიჟივით ნადირით ემოციებს რო განიჭერდა ეს მანქანა მაგასთან ახლოს არ არის. რაც არის ეს არის. კი ვილაპარაკეთ ტრეკზე ეგ ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ანუ მარტო ტრეკი არა, ეს ქალაქში გამოდგა რაღაც გინდა რომ შენი რაღაც ანუ მე რასაც ვიძახ ქალაქში გამოდიხარ, მე არ ვიძახ რაღაც ვიაკეთო, მაგრამ ხო შეიძლება უდნა პატარაზე მიადგა ეხა სპორტული მანქანა ყავს და რაღაცა პატარაზე თუნდაც 80-მდე აჩქარდე, რომ ხმა გაიგო რაღაც 100-მდეა ქალაქართ, ანუ ცუთხასიათზე ხარ, რაღაც ნერვები გაქვს მოშლი, თუნდაც არ ერთობი, ნერვები გამოშლი და რაღაც გინდა რომ ხმით დაწყნარდე, გადაიტანო გონება, ფიქრი გადაიტანო, სხვა რაღაცა კარგ ხასიათს, ანუ ვერაფერს ვერ იზავრო კარგ ხასიათს დაწყნარდი ემის ფერები. ემის ფერი, აი ესეც რომელია, იცი, აი ემის სიმღერა როა, ხო იცი, რაღაც ბულგარელები თუ ვინები რომ ღერია. ეშკიბიდი დონ, აგ ნახე წითელი, ლურჯი, აქეთ ცისფრისკე, მაგრამ ეს ისვება სხვათა შორის რო იცოდეთ. ახლა შედიხართ, ანა გაწერია ფერში რო შედიხარ, იმენა, ინდიგო, მარტო ამასა აქვს. სხვა ფერს როგორც ირჩევ, ყველა ერთ ფერზეა. აჰა, всё, ეგ არის. აი, M-შია, ხო, ეხა ყველაზე სპორტული ვერსია, რაც კი შეიძლება ამ მანქანაში აირჩიო. ექსკლუზივ მოდი დარჩენილი იყო, ეხა მაგას ჩქარიში, მანუალში ვართ. ეს ხმა, რა ცოტა დინამიკი, ცოტა იქ ვითომ ბუ რაღაცეები და ისე. საბუფერიდან გაიხოვე. ანუ შენ გაკაიფეს, ბაზარი არა, ცოტათი გაკაიფეს. ყურადღებას და იმაჟება ვერ გადაგატანინოს, ანუ თვითკოლობა რო გინდოდეს შეიძლება აზრი ვერ შეგაცვლევინოს, მაგრამ გარშემო აი, ანუ არავის არ აინტერესებს რა მანქანი დადიხარ. აი, ეგ გამიტყდა. აბა, დაუნშიფტი ვნახოთ ერთი კიდე ერთხელ გამე. არაფერი რა, არაფერი, ანუ არაფერი შიშის ზარი, არაფერი ეშმაკი არ გიზის, უკან არა მარტო ხარ იმენა რა. მოწყენილია მესამეში ბუბუ. აი, ხო გაიგე ხა საიდან მოდის რა. ნუ არა. გაგიფუჭდეს დინამიკის დაგენც რა ხო. კიდე აქ რა შევამჩნიე, რაც დილის შუქზე არ ჩანდა, აი ეს დღისით რა თქმა უნდა არ ჩანს. ეს ხო არა, ხო თქვი უკვე რომ ეს ამითი აკონტროლებს, აი დაგიბერო შენმა ცივმა ან ცხელმა ჰაერმა. ნუ ზამთარში თბილს უბერავს, ხო პეჩი გვაქვს ჩართული. შუქი როა ჩამქრალი, ესენი არანაირად და ვერ ხვდები, ანუ შენით ბრმად უნდა მიაგნო რა, გეგონება, ანუ მე გეგონება რაღაცა ძუძუს თავზე გადაზილო, გადმოზილო და მე მიხვდები საით გიბერს, საით პროქსიამონეს. ანუ არაფერი არანათეს, ანუ შენით რეზინი არის და უნდა მიხვდე. ეს ჩამკეტი არის, საერთოდ აღარ დაგიბეროს, ეს ტაჩზეა. ანუ რა, მაგარი უცნაური გადაწყვეტილებები აქვს. ერთიანთ ვერ გააკეთს მაგას, ეს მაგასაც სულ მარცხნივ გამოწიო ბოლომდე, აი რო იკეთე, არა, ესეც გვაქვს, მაგრამ დაბერვა თუ გინდა, ჩემო ძმაო, ეგ უნდა შეხვიდე და აქედან ქნა. არ ვიცი, სხვაგან თუ ყენდება, არ ვიცი. რასაც მივაგენი არის ეს, ამითი დავიმიზნებ, ამითი გავააქტიურებ, რომ დამიბეროს და მე ამითი მოუმატებ, რომ უკვე გააქტიურდეს დაბერვა. კი ბატონო, ბაზარი არ არის. წვა ეხა წერია 10 ლიტრამდე, 9 და 6 წერია, მაგრამ ეხა გზაში რომ მოვგაზავალდი, ეთქო მოემატა. რეალურად ქალაქში ნელა რომ დავდიოდი, ჩვეულებრივად რომ დავდიოდი, ეწერა 8.5. ნუ რავი, 8.5 ეხა ამ ხელა მანქანისთვის, ესეთი სიმძლავრის მანქანისთვის საკმაოდ ცეთია, კარგი მისაღები წვა არის. ნუ ეხა კი ჰიბრიდია, ყველამ ვიცით და რა თქმა უნდა, წვა ნაკლები უნდა ქონდეს ვიდრე ჩვეულებრივი შიდაწვის რავიანს და აქვს კიდეც, აქვს. ამიტომ ამაში ერთი დიდი პლუსი. ანუ თავის პლუსებია აქ, ეს თანამედროვე ტექნოლოგიით რომ გაძეძგილია, ბოლომდე ცუდი არ არის. ერთადერთი თუ მევხვდები იმას, რომ
ხმა, ნამდვილი ბრუტალური ხმა საჭიროა სპორტ რეჟიმში, რომ მანქანა შეიგრძნო. სულ იმას ვიძახე, შეიძლება 500 ცხენისძალიან მანქანას ისეთი სასიამოვნო და კარგი სპორტული ხმა კონდეს, რომ იმ დონეზე მოქმედებდე შენ ემოციებზე, რომ აი ყველაზე ჩქარი მანქანა გეგონოს და იხარჯებოდე იმა. შეიძლება 300 ცხენი კონდეს და ეგ ემოცია ისე მოგანჯოს, რომ აი ბოლომდე ისიამოვნო და აქ კიდე 2-ჯერ მეტი ცხენი გაქვს, 3-ჯერ, რავი, 10-ჯერ მეტი ცხენის ზალა გაქვს და ну აი ეს ხმა კლავს, რა, აი მოგუდულია რა, ამ ევროპულ სტანდარტებს კიდე კეთილები რა, აი შეგვწეს რა, ეკოლოგიით და ველოსიპედებით და ხმა და 8 ცილინდრი გვაქვს, twin turbo, ჰიბრიდული ძრა, ის ელექტროძრავიც გვაქვს კიდე და აი ხმა საერთოდ არ გვაქვს და ნუ სპორტული მანქანაა, ნუ რა კეთილები რა, გააკეთე რა, რომ სპორტ რეჟიმზე იღრიალოს ცოტა და ნუ აი ჩვეულებრივად რომ დადიხარ, კი ბატონო, დახურე ეს ელექტროდროსელები და გაჩუნე, ჩაიგჯოს, აი ჩაიგდოს ენა მუცელში, მაგრამ აი ხა გინდა ახტი, გინდა დახტი და გინდა კისერი მოემტვრე, ხმა არ აქვს არანაირ რეჟიმში. ის ხმა კი, ეგეთი ხმა ჩვენ აირვასაც ქონდა, რაღაც რომ ბუყებს დინამიკში. ეგ არ მინდა, მე მინდა ღრიალი ეს ხმა. რა მნიშვნელობა აქვს? აი მოდი რეალურად თქვა. რა მნიშვნელობა აქვს? 8 ცილინდრი იდებოდა აქ თუ 6. ან 4, რავი, ამის დედასა აი 4 ცილინდრი რო იყოს, რავი, არ კიდია თუ ხმა არა აქვს 8 ცილინდრის. არა, მართლა რა მნიშვნელობა აქვს? რამდენი ცილინდრი ექნება? თელი 8 ცილინდრის მუღა მისაო 8 ცილინდრის ხმა აქვს. 12 ცილინდრიან მანქანას რატო უშვებენ? ლამბოში რატო და 12 ცილინდრიანი ძრავები SVJ-ში რატო აი თავისი მთელი მუღა მისაო რომ აი განსხვავებული ხმა აქვს და აი რო წურავ აი ორგაზმია. და ჩაატე რა ჩქარი არ არის მაგ ლამბოს ინა პლეიდი ახტება სულში საერთოდ არა აქვს ხმა. მაშინ რაღაც უნდა ჰიბრიდი ჩააგდე ელექტროძრავი და იყოს ელექტრო M5. მართალია და ამთავრა ბაზარი. წავედით ის. ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებით, მაგრამ კიდე რაღაცეები დამრჩა, რაზეც მინდა ვისაუბრო. ეს გეცნობათ ნახატები, ჯოქარი წარწერა, იქით RS6-იც არის, რომელიც ჩვენ გადავიღეთ, ჯოქარმა გვათხოვა მაშინ ეს RS6-იც. ეს არის გაქირავების კომპანია, შეგიძლიათ მობრძანდეთ, აი ეს M5 ვისაც მოგეწონათ ამ ვიდეოში, შეგიძლიათ იქირავოთ და გაეცნოთ თქვენებურად უკვე ამ ავტომობილს. ან ნებისმიერი საქმისთვის ვიღაცის სტუმრის ნახვა გინდათ, რაღაც ქორწილში გინდათ წასვლა, მეგობრებთან ერთად გინდათ სადმე წასვლა, ერთი სიტყვით ყველაფერთვის თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე შეგიძლიათ იქირავოთ. აღწერაში დავტოვებ ლინკს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ფასებზე შეთანხმდებით და მე რომელი მანქანაც გინდა თქვენ აარჩევთ, RS6 გინდა, ეს ახალი M5 გინდა თუ სხვა დანარჩენი ავტომობილები, რომლებიც ყავს და კიდე გადავიღებთ ჯოქარის ავტომობილებს სამომავლოდ. მოგეთ გადავიდეთ მთავარზე. საბოლოო შეკითხვა არის ხოლმე ჩემი მიმართ ესეთი, რომ აი შენ იყიდიდი თუ არა. მე პირადად ეხა ვიდეოშიც ვახსენე, ტრეკზე რო ვიყავით, მე ცოტა სუბიექტური ვარ, სედანი და სპორტული ჩემთვის ცოტა რავი ერთმანეთთან არ მოდის. მაგიტომაც არც ერთი M5 არ მყოლია და მაგას შეამჩნევდით. მე თუ სპორტულ მანქანას ვიყიდო, ყოველთვის ვარჩევ ხოლმე რომ აი სპორტული მანქანა. მარტო ეგ დანიშნულება უნდა ქონდეს. ან სპორტული მანქანით და თან რაღაცა ეგ ტრეკზე ვიარო, თან ოჯახი ვატარო და თან რაღაცა ბოზებში ვარ, ეგეთ მანქანებს არ ვარჩევ ხოლმე. BMW ясно. აი ხმა რომელსა აქვს. დოაინოლი ისა. ეფათი. ხმა რომელსა აქვს. ანუ ამით რისი თქმა მინდოდა. მე იმის თქმა მინდა რომ როგორც მანქანა დღეს ვაქედა ვადიდე, მაგრამ როგორც M5 დიდად რავი არ მომეწონა. ადრე გახსოვთ BMW-ს, იმიტომ ვაქებდი ხოლმე დრიფტში, რომ Mercedes-ისგან განსხვავებით რიჩაგი კიდე გვეყენა ხოლმე ბერკეტი სიჩქარების გადასართველი და დრიფტში, როდესაც საჭეს ატრიალებს, შეგეძლო წაგერტყა ხელი და მე სიჩქარებს შეცვლიდი ეგრე. ნუ ამ შემთხვევაში M5-ში ეგ აღარ გვაქვს, მარტო შიფტერები დაგჭა საჭეზე და აი მაგით ხო დავიტანჯე, მაგრამ მაგით იტანჯოს აღარ მოგიწევთ, იმიტომ რომ რეალურად არ დრიფტავს ეს მანქანა. ნუ ეგეც მინდოდა მეხსენებინა. ასევე სულ დამუხტულით შეგიძლიათ დაახლოებით დენით გაიარო 160 კილომეტრი, ისე რომ საწვავი საერთოდ არ გამოიყენო, ეს უსარგებლო ინფორმაცია არ ვიცი რაში გჭირდებათ, მაგრამ უბრალოდ გეუბნებით, რომ ეგეც შეუძლია ამ მანქანას. ასევე გასაღები არ მიჩვენებია, ესეთი ლამაზი გასაღები აქვს, უფორმო, მაგრამ ლამაზი, დახვეწილი. არც ოთხკუთხედია, არც მართკუთხედია და არაფერი არ არის. ესეთია, მაგრამ ნუ ლამაზია, საკმაოდ ესეთია, სოლიდურია და ხელში კარგად ძეს. ასევე, როგორც სხვა M5-ებს, წინათაობის M5-ებს, ესეც შეგიძლიათ გააძლიეროთ, X-Stage-ები მოაყაროთ. ნებისმიერ რაც
იმებს უკეთდებოდა, ის შეგიძლია ამაზე გააკეთო, იმიტომ რომ შიდაწვის ძრავი ამაში ისევ არის, ისევ იგივე ძრავები, ანუ 4 და 4 ლიტრის მოსულით 8 წლიანი ძრავები არის აქ, ამიტომ შეგიძლიათ პროგრამული უზრუნველყოფით დააპრაშილკო იქ რაღაცა გამშვები, შემშვები შესვალო, რაღაცები გააკეთო, ხელები აფათურო, მაგრამ ისევ იმას დაუბრუნდები, რომ წონას ვერაფერს ვერ უკეთებ. ერთი სიტყვით, რა მთლიანობაში მე კმაყოფილი ვარ და იმ კითხვაზე პასუხი იქნება ჩემი ესეთი, რომ მე არ გავრისკავდი იმას გულისხმობ, რომ ჩემთვის იმდენად მაგარი მანქანა არ არის, რომ სიტყვაზე $130,000 და €130,000 სულ ახალში გადავიხადო. დაველოდებოდი და მე პირადად დაველოდებოდი და აი 3 წელი, 2 წელი იყოს. 2 წელში ვიყიდიდი, ნახევარ ფასაც და ფასი ამას ჩამოუვარდა. ყველა ვარიანტი ჩამოუვარდება ფასი. როგორც XM-ი გამოვიდა და ძალიან ძვირი ღირდა, ანუ ყოველთვე ფასი ეცემოდა და ეცემოდა, მე მგონი ეხაც ეცემა და ძირსაგდია ფორტყავს თავისი პულსი აღარ ესინჯება. ამიტომ თუ მაინც და მაინც ცენტრში არ ყიდულობთ, გული არ გაიტეხოთ, თუ ძალიან მოგწონთ ეს მოდელი, დაელოდეთ, გაიაფთება და მე უკვე თქვენც იბაბანებთ, როგორც ჩვენ დავკატაობდით ღამის ქუჩებში, ეგრე გაერთობით ამ მანქანით. მოკლედ ამ ტესტ-დრაივის გადაღებით მე ძალიან ვისიამოვნე. პირველი, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ეს მანქანა. თან პირველები ვართ ქართულ YouTube სივრცეში, საავტომობილო სფეროში, ვისაც შეხვდა ეს M5 და ამისთვის უღრმესი მადლობა ჯოკარს იმისთვის, რომ ეს ინტერესი დაგვიკმაყოფილა, უხეში ტესტ-დრაივი ისე გადავიღეთ, როგორც ჩვენ და რამოდენიმე დღეა მიხვდებოდით რომ ამ ტესტ-დრაივის ვიღებთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. მე ის გადამჩენია დაგემშვიდობოთ, დარჩით ჩვენ ახლა. რა თქმა უნდა, კიდე ვინმე თუ არის ისეთი რომ არხი გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ, დაალაიქეთ და კომენტარებს ველოდებით. პირველი ის მაინტერესებს, მოგწონთ თუ არა ეს მანქანა და რა ვიცი, მეორე ის მაინტერესებს, რომელი გირჩევნიათ, F90, ანუ წინა მოდელი M5 თუ ეს ახალი G90 M5. დღეისათვის უესხო, დაგემშვიდობებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი, შევხვდებით აუცილებლად ახალი ვიდეოებით. დროებით. მოიცადე, დავდგე, შალადგე. ხო. აყურებ გამ. პანჩურზე არ იღება? რა გინდა რა შემეცი რა გინდა შენ ჩემ რეალებს თუ არ აჭერ გადმორთე ხო რამე ხوار დავაკელით